როგორ აამუშაო შენი იდეა, როგორ დაგეგმო შენი წარმატება, როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას, შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე. საღამოშიდობისა მოგესალმებით ყველას ქონოს მე რადიო იმედს გახლავართ ნინი ხუგაშვილი და ღია ეთერში გთავაზობთ გადაცემას PR ფორუმი. დღეს ვისაუბრებთ ტუროპერატორების მუშაობის სპეციფიკაზე და გეგმილ აქტივობებზე და ყველა ისეთ საინტერესო დეტალზე, რომელიც ერთი შეხედვით გარედან თითქოს არ ჩანს. გარდა ამისა, ბუნებრივია, ყველაზე ცხელ წერტილებს, ყველაზე კომფორტულად დასვენებას შეძლებთ, სად არის ყველაზე კარგი პირობები, ამას ხაზს ვერ გავავლებთ, ასე ვთქვათ, წყალგამყოფ ხაზს ამ ორ მოვლენას შორის, იმიტომ რომ ეს არის საკითხი, რომელიც მით უმეტეს ამ სეზონზე არის ძალიან აქტუალური. ტუროპერატორი პეგას ტურისტი ჯორჯიას გაყიდვების სამსახურის უფროსი სალომე ბერაია დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი. საღამოშიდობისა მოგესალმებით სალომე და ძალიან დიდი მადლობა რომ გამოყავით დრო და ხარ დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი. საღამოშიდობისა ნინი მოგესალმებით თქვენ, მივესალმებით თქვენს მსმენელს და პირიქით მეგიხდით მადლობას იმისთვის რომ მოგვიწვიეთ თქვენს გადაცემაში. სალომე, ტუროპერატორი. მოდი დავიწყოთ აქედან იმისთვის რომ ხშირ შემთხვევაში თქვენთან წინასწარი საუბრიდანაც გახდა ნათელი რომ თავად მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ერთგვარი აღრევა შეიძლება ჰქონდეს ტუროპერატორსა და ტურისტულ სააგენტოს შორის. რა განსხვავება ამ შორის და ვინც არის ამ სეგმენტი დაინტერესებული, მოდით მათთვისაც რომ იყოს გასაგები და ნათელი განმარტოთ. ტუროპერატორი რა საქმიანობს და ტურისტული სააგენტოს მოვალეობა რა არის ამ შემთხვევაში? ნინი, სწორად აღნიშნეთ, ჩვენს შემთხვევაში ხშირად ხდება არევა სწორედ ამ ორი ცნების, ტუროპერატორი და ტურისტული სააგენტო. პეგას ტურისტიკი წარმოადგენს ტუროპერატორ კომპანიას, ეს არის საერთაშორისო ტუროპერატორი. საქართველოში არ არის საჭირო და არ არის აუცილებელი ის, რომ სპეციალური ლიცენზია ჰქონდეს გახდე იმისთვის, რომ იყო ტუროპერატორი. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩემი აზრით აი ამ ორი ცნების ერთმანეთთან გაიგივება. ტუროპერატორი არის კომპანია, რომელიც თვითონ ქმნის პროდუქტს, რაც გულისხმობს პროდუქტის შექმნაში. იღებს ჩარტერულ რეისებს, თვითონ არის მფლობელი და დამკვეთი ამ რეისების, თვითონ აქვს პირდაპირ კონტრაქტები სასტუმროებთან, აქვს აი ამ პაკეტში ჩადებული ყველა მომსახურება, ეს იქნება სავიზო მომსახურება, ტრანსფერი, ასევე დაზღვევა და როგორც აღნიშნე ავიაბილეთების. იკვრება მთლიანი პროდუქტი და უკვე აი ამ მზა პროდუქტის მიწოდება ხდება მომხმარებლისთვის. მომხმარებელს პირდაპირ აწვდით, ანუ პირდაპირ გაყიდვა ხდება თუ ტურისტული სააგენტოს თქვათ შუამავლობით ხდება? ჩვენ შორის დამაკავშირებელი ყოველთვის არის ტურისტული სააგენტო, ანუ ტურისტული სააგენტოს ძირითადი მისია არის ის, რომ მიაწოდოს ტუროპერატორის მიერ შექმნილი პროდუქტი უკვე პირდაპირ მომხმარებელს. ანუ პირდაპირ მომხმარებელს ტურისტს არ აქვს საშუალება პეგას ტურისტიკისგან პირადად იყიდოს საგზური. ეს მხოლოდ თქვენ შემთხვევაში ასეთი სტრატეგია თუ ეს არის გავრცელებული და აპრობირებული პრაქტიკა? საერთაშორისო ბაზარზე ეს გავრცელებული პრაქტიკაა, თუმცა ვერ ვიტყვი საქართველოში არის სხვა ტუროპერატორებიც, რომლებსაც პირდაპირ ოფისებიც აქვს გახსნილი, ანუ sales office-ები და იქიდან ხდება უკვე პროდუქტის გაყიდვა. ისინი თავად ყიდულობენ, თქვათ, სასტუმროებთან თავად დებენ ხელშეკრულებებს და ამის შედეგად ხდება, ხო, მუშაობა? კი, რა თქმა უნდა, არის ტუროპერატორები, ქართული ტუროპერატორები, რომლებსაც ზუსტად აქვს მუშაობის იგივე პრინციპი, თუმცა, როგორც აღნიშნე, აქ არ არის აუცილებელი, რომ ჰქონდეს სპეციალური ლიცენზია. რაც შეეხება პეგას ტურისტიკს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი საერთაშორისო ლიცენზია, რაც დამამტკიცებელია იმის, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო ტუროპერატორი. ეს მარჟა, ასე ვთქვათ, სანდოობას ალბათ უფრო მეტად ქმნის, ხო? რა თქმა უნდა. და რაში გამოიხატება? რითი ხარ დაზღვეული, თქვათ, თუ საერთაშორისო ტუროპერატორის მიერ შექმნილ პაკეტით იღებ მომსახურებას? ძალიან მარტივად რომ მიმშალოთ ჩვენი მსმენელისთვის გასაგებენაზე რომ თქვა, ანუ როდესაც იცი უკავშირდები ისეთ კომპანიას და ხარ იმ კომპანიის ტურისტი, რომელსაც თავის საკუთრებაში აქვს თავის სასტუმრო, თავის საკუთრებაში აქვს სატრანსპორტო საშუალებები, გულისხმობ თუნდაც ავტობუსებს, რომლიდანაც ხდება უკვე ტრანსფერი. როდესაც იცი რომ ექსკურსიები, რომელსაც ყიდულობ უკვე ადგილზე ჩასვლისას სპეციალურად არის ორგანიზებული აი ამ კომპანიის მიერ და შენ არ გჭირდება სხვა შუამავლები, რა თქმა უნდა, ვთვლი რომ ეს ნდობის ფაქტორს ძალიან საგრძნობლად წევს. და ფასის შემთხვევაში თქვათ ფასთა სხვაობა შეინიშნება. ამ დროს ეს გაძლევთ თქვენ იმის ფუფუნებას, რომ დაბალი ტარიფით შესთავაზოთ, როდესაც ასეთი კონტაქტები გაქვთ ხშირ შემთხვევაში, გაქვთ ტურისტული ზონები და წერტილები, სადაც თქვათ ეს ტუროპერატორი ამდენადაც მაქვს ინფორმაცია არის, ხო? დავაც სასტუმროების გარკვეული ხაზის ფლობელი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საკუთარი სასტუმრო, სოფლიოს ნებისმიერ კურორტში და სხვადასხვა მიმართულებებზე და ეს გვაძლევს თამამად იმის საშუალებას, რომ შენ მოახდინო თავისუფლად ლავირება ფასებით. პეგას ტურისტიკი საქართველოს შემოვიდა დაახლოებით 1 წელია. მეორე სეზონია დიახ, 2013 წელს. და დაიწყეთ ერთი ტურისტული ზონით. პირველი ჩვენი მიმართულება გახდათ ანტალია, ზუსტად შარშან შემოვედით ბაზარზე და ჩვენ გადავწყვიტეთ აგვეთვისებინა ის მიმართულება, რომელიც ყველაზე პოპულარული იყო ქართულ დამსვენებელში.
და რამ განაპირობა ვთქვათ გაზრდა ხუთი მიმართულებით შეგიძლიათ უკვე წაიყვანოთ ტურისტი და მას საჩუქოთ დაუწყარეს შტაბ-ჭდილებები ვთქვათ არის საქართველოს ბაზარი რომელიც პეგას ტურისტიკისთვის აღმოჩნდა მიმზიდველი ამ თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველია ნინი სანამ შემოვიდა პეგას ტურისტიკი ბაზარზე რა თქმა უნდა დაახლოებით 7 თვიანი მარკეტინგული კვლევები მიმდინარეობდა კვლევების მაჩვენებელმა თამამად გადააწყვეტინა ხელმძღვანელობა შემოსულიყო ამ ბაზარზე აეთვისებინა მთლიანად ქართული ბაზარი მეორე წელიწადია მეორე სეზონია უკვე ვართ ქართულ ბაზარზე და როგორც აღნიშნე ხუთი მიმართულებით შემოვიფარგლები ნამდვილად არ არის მცირე ბაზარი არის საკმაოდ პატარა თუმცა არის ძალიან კონკურენტუნარიანი და არის ძალიან მიმზიდველი ბაზარი ტურიზმის თვალსაზრისით ყოველდღიურად შემიძლია თამამად თქვა ვითარდება ქართული ტურიზმი და დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენ ძალიან დიდი წვლილი შეგვაქვს განვითარებაში კონკურენცია რამდენად იყო როცა შემოხვედით ბაზარზე არის საერთაშორისო სხვა ტუროპერატორი ჩვენს ბაზარზე შემოსული თუ მხოლოდ ადგილობრივების იმედად ვიყავით აქამდე და თქვენ გამოენათეთ იცით რა საკმაოდ კარგ კონკურენციას გვიწევდა ადგილობრივი ტუროპერატორები თამამად ვიტყვი და ყველას ძალიან ვაფასებთ ყველას ძალიან პატივსცემთ მიუხედავად იმისა რომ ვთქვათ პეგას ტურისტიკი არის საერთაშორისო ტუროპერატორი არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც რომ საქართველოში არსებობდა ტუროპერატორები რომლებსაც უცხო არ იყო ეს ბიზნესი შესაბამისად ისინი უწევდნენ მომსახურებას ჩვენს დამსვენებელს ამ ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულმა სამუშაოებმა აჩვენა რომ ეს ბიზნესი ჩვენთან მომგებიანია რაც შეეხება მომგებიანობას პეგას ტურისტიკისთვის კომპანიისთვის რომელიც არის საერთაშორისო მასშტაბების 2 წლის განმავლობაში ვერ იტყვი თამამად ვერ განვაცხადებ იმიტომ რომ 2 წელი არ არის 2 სეზონი არ არის საკმარისი იმისთვის რომ მომგებიანობაზე ისაუბრო ჩვენ პეგას ტურისტიკს აქვს sakmaud შორს მიმავალი გეგმები და ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ რამოდენიმე წელი და რამოდენიმე მიმართულებით როგორია თქვენი სტრატეგია მუშაობის რას გეგმავთ როგორ მუშაობთ ჩვენი მუშაობის სტრატეგია საკმაოდ განსხვავებულია. გვაქვს თანამშრომლობის განსხვავებული მეთოდები. ერთ-ერთ მაგალითად ვიტყვი, აი როგორც აღნიშნე, ჩვენ არ თანამშრომლობთ ტურისტებზე პირადად, მაგრამ გვაქვს 270-მდე მეტი ხელშეკრულება საქართველოში არსებულ ტურისტულ სააგენტოებთან. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ათვისებული გაქვთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვზღუდავთ საკმაოდ კარგი პირობები გვაქვს თანამშრომლობისთვის ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოს, რომელიც ჩამოყალიბებულია იურიდიულ სახედ, შეუძლია ჩვენთან ხელშეკრულება გააფორმოს და გაყიდოს ჩვენი პაკეტები, ჩვენ არ ვითხოვთ არანაირ დეპოზიტს, არ ვითხოვთ არანაირ გარანტიას. საკმაოდ გავამარტივეთ, ეს არის იმიტომ, რომ არ გვინდოდა მხოლოდ რამოდენიმე სააგენტოს ქონოდა, თქვა საშუალება ჩვენთან თანამშრომლობის. ჩვენ მივეცით საშუალება ყველას. სალმა, ეს ნიშნავს, რომ როდესაც ტურისტი მივანების მიერ სააგენტოში დაიკითხავს, თქვა პეგას ტურისტიკის პაკეტებს, შეუძლია რომ სწორედ იმავე ფასად შეიძინოს რა ტარიფით თქვენ გაქვთ დაგებული ხდება გაძვირება ამ შემთხვევაში. ამას კაცად ვაკონტროლებთ, თითქმის შეგვიძლია ვთქვათ, რომ 100% გარანტირებულია ის, რომ ტურისტს დახვდება ზუსტად ის ფასი, რაც ჩვენს ვებგვერდზეა. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ადვილი მოხმარების ონლაინ ჯავშნის სისტემა. ტურისტი სანამ მივა თქვა ტურისტულ სააგენტომდე, თავისუფლად შეუძლია ეწვიოს ჩვენ ვებგვერდს pegast.gis, გადაათვალიეროს სასტუმროები, მიიღოს ფასები და ზუსტად უკვე მომზადებული ინფორმაციით მიმართოს ქალაქის ნებისმიერ ტურისტულს. ამ შემთხვევაში უკვე ის, რომ თქვა მოხდება ფასთა შორის ცვლილება, სტომილება, ამის შანსი არის ძალიან დაბალი. გარდა ამისა, შეუძლია დაგვირეკონ 23-53-00 რამე დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვეკითხონ და რა თქმა უნდა მივცემთ უფასო კონსულტაციას, რაც შეეხება უკვე შეძენას მოხდება ადგილზე ტურისტულ სააგენტოში. ან ჩვენ საუბრობდით სტრატეგიაზე, რამდენი ტურისტული ზონა გაქვთ ათვისებული 5 უკვე, როგორც უკვე გითხარით, რამდენი ტურისტის გაყვანა გიწევთ ყოველკვირეულად და დასასვენებლად რომელ ადგილებს ირჩევენ ქართველი დამსვენებლები ყველაზე მეტად? დღევანდელი ინფორმაციით ჩვენ გვაქვს კვირაში 4 რეისი ანტალიის მიმართულებით, მე ვგულისხმობ ივნისის თვეს, ივლისის აგვისტოს თვეებში იმატებს ანტალიის მიმართულებით რეისების რაოდენობა, თითქმის ყოველდღურად შევასრულებთ რეისებს. გარდა ამისა გვაქვს ახალი მიმართულება ქუშადასი, კვირაში ერთხელ შესრულდება რეისი, ასევე გვაქვს ხურგადა, ასევე კვირაში ერთხელ, ასევე შარმან-შეიხი, კვირაში ერთხელ. ეს არის 4 პირდაპირ ჩარტერული რეისი. თურქეთის მიმართულებით რეისებს ვასრულებთ თურქეთის ავიახაზების ბორტით, რაც შეეხება ეგვიპტის მიმართულებით AMC Airlines, ეს არის ეგვიპტური ჩარტერული ავიაკომპანია. ორივე ავიაკომპანიის შემთხვევაში გვყავს უახლესი ლაინერები, Boeing 737-800 და ფრენ არის ძალიან კომფორტული. რამდენი ხნით ადრეა შესაძლებელი, როგორც წესი, იმისთვის რომ მიიღო ყველაზე დავალ ფასად, როგორც წესი, თქვათ, არის საერთაშორისო გამოცდილება, რომ რამდენიმე თვით ადრეც კი შეიძლება დაჯავშნო და უკვე გარანტირებულად იცოდე, რომ გაცილებით დაბალი ფასით შეგიძლია გაფრინდე და იმოგზაურო
და დაისვენო აი ისო ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით, ენერგიით, ძალებით და სწორედ ესე დაუბრუნდა უკვე სამუშაო გარემოს. მაგრამ იცით რა მაინტერესებს სეზონის განმავლობაში, რამდენად მატულობს ფასები, რამდენად იცვლება და რას ურჩევთ თქვენ სმენდელს, რომელიც სწორედ ახლა ფიქრობს რა პერიოდი აირჩიოს დასასვენებლად და საწავით. მინი კარგად აღნიშნე, ადრეული ჯავშნების კონცეფცია ძალიან კარგად მუშაობს ევროპის ბაზარზე. წელს ჩვენ პირველად გავხსენით ადრეული ჯავშნები საქართველოში დეკემბრის თვეში, 2013 წლის დეკემბრის თვეში ხელმისაწვდომი იყო უკვე 2014 წლის აპრილის პაკეტები. ანუ მინიმუმ 5 თვით ადრე შეეძლო დამსვენებელს დაეგეგმა. ძალიან კარგად იმუშავა, ჩვენს მოლოდისაც კი გადააჭარბა 40%-ამდე ფასდაკლება ჰქონდა ყველა იმ სურვილს, რომელიც ადრეულად დაჯავშნიდა ჯავშანს. თავისთავად იმ ადამიანმა, ვინც მარტში იყიდა ტური და ის ადამიანი, ვინც დღეს დაგეგმავს თავის დასვენებას, ძალიან დიდი განსხვავება ექნება ფასში. თურქეთს რაც შეეხება, შაშანდელთან შედარებით ფასები მომატებულია, ეს გამომდინარეობს უკვე თურქეთის თვითონ ტურიზმის მეთოდებიდან, მოიმატა ფასების სასტუმრო, მათ შესაბამისად პაკეტის ფასიც გაიზარდა. რაც შეეხება ივლისს და აგვისტოს ძალიან დატვირთულია, მოგეხსენებათ, განსაკუთრებით აგვისტოს თვე არის პიკი. საქართველოში ძალიან ბევრი დამსვენებელი მიიღწვის იმისთვის, რომ აგვისტოში დაისვენოს, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მემართულება, ასე რომ შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თქვათ, იანვარში, თებერვალში, ეს არის ძალიან კარგი პერიოდი შარმან-შეიხში დასასვენებლად, ასე გვაქვს ხურგადის მიმართულება, სრულიად ახალი მიმართულება ქუშადაში, სადაც საერთოდ სხვა კლიმატია. ანუ ის კატეგორია დამსვენებლის, რომელსაც აწუხებს ძალიან მაღალი გრადუსი და სიცხე, თქვათ ანტალიაში იცით ცხელა აგვისტოში, შესაბამისად შეუძლია გადაინაცვლოს ქუშადაში, სადაც უფრო გრილა კლიმატი არის განსხვავებული, არის ეგეოსის ზღვის სანაპირო, ულამაზესი სანახაობა, არის ძალიან ბევრი ისტორიული პუნქტი, საიდანაც შეგიძლია თქვათ მიუდგე ქუშადასიდან უფრო მარტივად, ასე რომ ძალიან ბევრი არჩევანი აქვს. თვლი რომ აი ამ სეზონზე ჩვენს დამსვენებელს. იმისთვის რომ ნებისმიერი კომპანიის შესახებ ინფორმაცია მოხდეს მედიაში, როგორც წესი არ არის დაბლ ბიუჯეტთან დაკავშირებული. ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ინსტრუმენტი არის მედიატურები, რომელსაც მე რომ ვადევნებ თვალს, პეგას ტურისტიკი ძალიან კარგად ითვისებს, იმიტომ რომ მახსოვს ნებისმიერი ახალი წერტილის ათვისებისას, იგივე ჩვენი თქვათ კომპანიის მაგალითზე ხდებოდა ჟურნალისტების წაყვანა მედიატურის მეშვეობით დათვალიერება საინტერესო ადგილებში გადაღება თავიდან პროცესის იყო სამუშაო პროცესი, მაგრამ ისინი იღებდნენ მაქსიმალურ კომფორტს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი იყო ქუშადაში, როდესაც გახსენით ახალი სეზონი ჩვენი რადიოდანიც იყო ბუნებრივია წარმოადგენელი და მან მითხრა, რომ მთავარი გრძნობა, რასაც ამ დროს პრესტიჟი არის ყოველთვის ალბათ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი ამის განცდა და როდესაც იგებდნენ, რომ ჩვენ ვიყავით პეგას ტურისტიკიდან, გრძნობდი, როგორი ამაყი იყავი ამ დროს, იმიტომ რომ იყო მათი დამოკიდებულება სწორედ ასეთი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ხარ საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო კომპანია და საერთაშორისო ბაზარზე გასული ტუროპერატორი უწყობს ამას ხელს. ანუ სახელი ამ შემთხვევაში გიმაგრებს ზურგს, რომ მედიაში გაშუქებები კონდეს. დიახ, პირველ რიგში ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა თქვენგან. როგორც აღნიშნე, ჩვენ დიდი ძალისხმევით ვცდილობთ რომ ავითვისოთ ბაზარი და მე ვთვლი პირადად აუცილებელია ხალხს მიაწვდნო ხმა. პირველ რიგში პირველი ინსტრუმენტი ეს არის მედიის წარმომადგენლები. იმ შემთხვევაში თუ მედიას დაანახებ, დადებითსაც და უარყოფითსაც, ამ შემთხვევაში ისინი უფრო კარგად გადასცემენ ამ ინფორმაციას. ჩვენ არ ვართ მომხრე, უბრალოდ დაიბეჭდოს სარეკლამო პოსტი ან პოსტერი, თქვათ გაზეთში, ჟურნალში და თქვათ ეს იყოს შეკვეთილი და გადაიხადო ფული. ეს არის ძალიან მარტივი, ამას ალბათ ნებისმიერი ბიზნეს საშუალებით გააკეთებ. თუმცა ის რომ ადამიანს თვითონ დაანახო და გახადო თვითონ მონაწილე ამ ტურის პროცესის, ამ შემთხვევაში ვთვლი რომ ის დაინახავს, რა თქმა უნდა, პოზიტიურსაც და დაინახავს ნეგატიურსაც. რაც შეეხება პრესტიჟს, ეს უკვე განაპირობა 19 წლიანი მოღვაწეობის შედეგმა. 19 წელია პეგას ტურისტიკი არსებობს სოფლიო ბაზარზე საქართველოში, რა თქმა უნდა, ვართ ახლები მეორე წელია, თუმცა თურქეთის გეტყვით წლიურად პეგას ტურისტიკს 3 მილიონი ნახევარი ტურისტი შეყავს და გაყავს სოფლიოს ნებისმიერ წერტილში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პატივისცემა ამ კომპანიის მიმართ და ალბათ სწორედ აქედან გამომდინარე გაუჩნდა ეს დამოკიდებულება თქვენს წარმომადგენელსაც. რატომ აერჩიეთ სწორედ ქუშადასი ახალ მიმართულებად? რა არის იქ განსხვავებული და რატომ გონიათ რომ ქართველი მომხმარებელი სწორედ ამ მიმართულებას მიიღებს ძალიან დიდი სიამოვნებით? მაშინ როდესაც შესაძლებელია და აქვე მაინტერესებს ფასთა სხვაობა, თქვა სხვა საკურორტო ზონებთან შედარებით რამდენად მაღალია. თურქეთი ძალიან ათვისებულია ქართველი დამსვენებლის მხრიდან, ეს განაპირობებს პირველი ის რომ
რომ არის უვიზო ქვეყანა, არის ახლო, ფრენა მაქსიმუმ 2 საათი და 20 წუთია. თუმცა გვინდოდა რაღაც სიახლე, იმიტომ რომ ეგვიპტე, შარმა-შეიხი, ხურგადა, ანტალია უკვე გაიგო ქართულმა დამცველმა და ინახეს 5-ჯერ 6-ჯერ იყვნენ რამოდენიმეჯერ ეწვინენ. გვინდოდა რაღაც სიახლე, რაც თქვა ჩვენთვისაც მარტივი იქნება, სადაც ჩვენ ძლიერები ვიქნებოდით და კლიმატური განსხვავება უნდა ყოფილიყო. ავარჩიეთ ქუშადასი, ეს არის ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, დავნიშნეთ პირდაპირ ჩარტერული რეისები იზმირში. იზმირიდან დაახლოებით მაქსიმუმ 40 წუთი სჭირდება ტრანსფერს. ქუშადასი არის ულამაზესი პატარა სოფელი, რომელიც 90-იან წლებში დააკეთეს საკურორტო ზონად. აქ უფრო გრილა, სასტუმროები არის ძალიან მეგობრული, ხალხი მუშაობს, ძალიან კარგია ახალგაზრდული დასვენებისთვის, ასევე საოჯახო დასვენებისთვისაც რა თქმა უნდა. თუმცა ქართველი დამცველებისთვის ალბათ ყველაზე მომხიბვლელი იქნება ის, რომ ქუშადასიდან ძალიან ახლოს არის წმინდა ღვთისმშობლის სახლი. წმინდა ღვთისმშობლის სახლი რა ლეგენდა უკავშირდება ამას? ორიოდე სიტყვით გეტყვით, თავს არ მოგაწყენთ. ესე იგი, იესოს ჯვარცმის შემდეგ 7 წლის განმავლობაში არის ესეთი ლეგენდა, რომ წმინდა ღვთისმშობელი სწორედ ცხოვრობდა აი ამ სახლში. ეს არის ძალიან წმინდა ადგილი ქრისტიანებისთვის. შესაბამისად, უამრავი ტურისტი მიდის, რომ მოილოცოს ეს ადგილი. არის ასევე სურვილების კედელი, სადაც სურვილებს უთქვამენ და არის წმინდა წყარო და თუ აი ამ წყაროს წყალს დალევ, შეერათ რომ 7 წლის ცოდვები ჩამოგერიცხება. დამიჯერეთ, უამრავი ქართველი დადიოდა, სტატისტიკა ხო გვაქვს დააჩვენებს. უამრავი ქართველი ტურისტი დადიოდა ქუშადაში, მოინახულებდა აი ამ წმინდა ადგილს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არ ქონდა პირდაპირ რეისები, უწევდა ტრანზიტით ან გადაჯდომით, თქვა პეგასუსით თუ ატლანტით თუ თავისთავად ჯერთი დროში იწელება და ფასიც ძვირდება, როცა გადაჯდომით მიფრინავთ. და ამჯერად რა თანხაზია საუბარი, თქვა ერთი კვირიანი დასვენება, ყველაზე კარგად რა ვადის თქვა პაკეტები იყიდება თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე. ჩვენ დავიწყეთ 5 ივნისიდან რეისები, პირველი ჩარტერი შედგა 5 ივნისს, რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, 2 თვით ადრე უფრო ნაკლები იყიდა პაკეტი, $370-დან იწყებოდა პაკეტის ფასი, ახლა უკვე $405-დან იწყება მინიმალური პაკეტი 4 ვარსკვლავიან სასტუმროში ერთ ადამიანზე, რა თქმა უნდა, შედის ყველა ეს სერვისი. ბავშვები თუ სარგებლობენ ამ შემთხვევაში, ან ოჯახური პაკეტები თუ არის დამატებით, თუ რა თქმა უნდა, არის ეს უკვე განაპირობებულია თვითონ სასტუმროდან გამომდინარე, ვთქვათ, არის სასტუმროები, სადაც 11 წლამდე ბავშვები უფასოა, ზოგან 6 წლამდე ბავშვები უფასოა, ეს უკვე ფასი იცვლება სასტუმროდან გამომდინარე. და ამ ინფორმაციის მიღების საშუალება უშუალოდ თქვენგან აქვს ქართულ დამსვენებელს, თუ უნდა მიაკითხოს ტურისტულ სააგენტოს და დეტალურად გაიაროს სწორედ მასთან ერთად. როგორც აღგვინიშნა, კონსულტაციის მიღება ჩვენთან შეუძლიათ ნებისმიერ დროს, მაგრამ ჩვენი ტურისტული პარტნიორებიც, რა თქმა უნდა, ფლობენ ყველა ამ ინფორმაციას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ყოველდღიური, ყოველკვირეული სემინარები ჩვენი პარტნიორებისთვის, ასევე ვაწყობთ საინფორმაციო ტურებს ყოველ ახალ მიმართულებაზე, მიყვავს ჩვენი პარტნიორის აგენტოები, ვაცნობთ თვითონ ვაცნობთ სასტუმროებს, ვაცნობთ კონცეფციას მუშაობის და ისინიც უკვე მაქსიმალურ ინფორმაციას ფლობენ, ასე რომ სანდო ხელშია ჩვენი ტურისტები. და რაც შეეხება სხვა ტურისტულ ზონებს, ამ შემთხვევაში ფასი როგორ მერხეობს, თქვათ, რა თანხაშია საუბარი? ახლა მე მოგახსენებთ, ანტალია ამ შემთხვევაში არის უფრო მაღალი მარჟა, ვიდრე ვთქვათ ხურგადა და შარმა-შეიხი. ქუშადასიც ოდნავ უფრო ძვირია ვიდრე ანტალია. ანუ ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ, ქუშადასი, ანტალია, შემდეგ შარმა-შეიხი და შემდეგ ხურგადა, ან ხურგადა და შარმა-შეიხი. ანუ ეგვიპტე საფუში უფრო ეს კლიმატის განაპირობებს ალბათ ხომ ამას, იმიტომ რომ იქ უფრო მეტად ცხელად და კლიმატი არა, ფას კლიმატი არ განაპირობებს, ფას განაპირობებს მომსახურების სერვისი. თურქეთი მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა მომსახურების სერვისი ტურიზმის სფეროში. შესაბამისად, ეგვიპტეც ცოტა მოიკოჭებს თურქეთთან შედარებით, თუმცა არის ძალიან კარგი სასტუმროები, სადაც უმაღლესი მომსახურების დონეა, თუმცა ეს ყოველთვის ესეა. გარდა ახალი წლის პერიოდისა, პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, თითქმის ყოველთვის უფრო დაბალი ფასია ვიდრე ანტალია. თუ მუშაობთ ტურისტების შემოყვანაზე საქართველოში, თუ მხოლოდ საქართველოდან გაგყავთ ამ ეტაპზე, რამდენი შედის თქვათ თქვენს გეგმებში ეს? ჩვენს გეგმებში შედის, ჩვენ მუშაობთ ახალ პროექტზე, კონკრეტულად რუსეთიდან, პეგასტურისტიკის სათავო ოფისი არის მოსკოვში და რუსეთში ძალიან ბევრი 37-მდე ოფისია გახსნილი, იმიტომ რომ იცით რუსეთი ძირითადად რუსეთის ბაზრიდან გავყავს და მუშავ პროექტზე, მაის პროექტი ქვია, ანუ ჩვენს გასაგებ ენაზე კორპორატიული კლიენტების შევთავაზებთ აი ამ წინადადებას, ანუ რუსეთიდან გვექნება ვთქვათ შეთავაზებები და რუსეთიდან ჩამოვიყვანთ მხოლოდ კორპორატიულ ტურისტებს. აი საინტერესოა, როგორ აპირებთ დაგეგმას, რა წერტილები უნდა შევიდეს? ამას დეტალებზე მოგვიანებით აუცილებლად გაგაცნობთ პირდებით. სულ რამდენიმე წუთში სარეკლამო ჭრის შემდეგ ბრუნდებით დღე ეთერში თქვენს მეტ გაცემას PR ფორუმი გახლავთ მისი წამყვანი ნინი ხუგაშვილი და პეგას ტურისტიკის გაყიდვების სამსახურის უფროსი ალმა ბერაია. დღეს ჩემ გაცემის სტუმარი, მადლობა რომ გვისმენთ, ბრუნდებით სულ რამდენიმე წუთში.
შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. PR ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. საღამოშიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით, განვაგრძობთ გადაცემას PR ფორუმი. დღეს ვსაუბრობთ ტურ ოპერატორის მუშაობის სპეციფიკაზე. გადაცემის სტუმრად მყავს მოწვეული საერთაშორისო ტურ ოპერატორ პეგას ტურისტიკის საქართველოს წარმომადგენელი, გაყიდვების სამსახურის უფროსი სალომე ბერაია. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, სალომე, და კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ხარ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვინც ახლა შემოგვიერთდა ჩვენს მსმენელებს, შევახსენებ, რომ პეგას ტურისტიკმა უკვე ათვისებულ 4 ტურისტულ ზონას პეგას ტურისტიკ ჯორჯიას გულისხმობ და უმატა კიდევ ერთხელ ერთი ქუშადასის მიმართულებით, რომლის ასე ვთქვათ სიკეთეებზე სალომემ გადაცემის პირველ ნაწილში ისაუბრა, თუმცა გადაცემის მიწურულს მას კიდევ ერთხელ მივცემ საშუალებას, რომ რეზიუმეს სახით მოგაწოდოთ ინფორმაცია და რჩევები, თუ რატომ უნდა აირჩიოთ, რისთვის არის კარგი ვთქვათ აქ დასვენება, რა განასხვავებს მას სხვა ტურისტული ზონებისგან და ასე შემდეგ. გარდა ამისა, გაქვთ სიახლეებიც. გეგმავთ კიდევ გაფართოებას და კიდევ ერთი ახალი მიმართულების ათვისებას, რომლის შესახებაც ჯერ საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი. მაშინ გვითხარით ჩვენ PR ფორუმში. ნინი, როგორც აღნიშნეთ, ჩვენ ამჟამად მუშაობთ ახალ პროექტზე. ძალიან გვინდა დავამატოთ ამავე სეზონზე ახალი მიმართულება, ეს ისევ და ისევ თურქეთს ეხება. როგორც აღნიშნე, ეს არის უვიზო ქვეყანა და ძალიან მიმზიდველი ქართველი დამსვენებლისთვის. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვეთავაზებინა ბოდრუმის მიმართულება. ჯერჯერობით მე არ შემიძლია ზუსტ ინფორმაცია მოგაწოდოთ, თქვათ, რომელ დღეებში იქნება რეისი, რა სიხშირით, თუმცა ჩვენ სერიოზულად გვაქვს უკვე ათვისებული ეს პროექტი და გვინდა ეს ახალი მიმართულება შევთავაზოთ ქართულ დამსვენებლებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან დადებით მუხტს მოიტანს ქართველი დამსვენებლისგან, მინაიდან და რადგანაც ბოდრუმი არის მაღალი დონის საკურორტო ზონა, ძალიან პოპულარული ჩვენს რეგიონში და არა მარტო ჩვენს რეგიონში, ევროპელებისთვის ძალიან საყვარელი საკურორტო ზონაა. ჩვენგან ძალიან ბევრი დაფრინავს გადაჯდომი ტრანზიტული რეისებით, სამწუხაროდ ეს არ არის კომფორტული, რა თქმა უნდა, დამსვენებლისთვის. ამიტომ შარშანაც გვინდოდა გაგვეხსნა ეს რეისი, თუმცა შარშან არ იყო ქართული ბაზარი მიეღო პეგას ტურისტიკისგან ეს შემოთავაზება. წელს კიდევ გვინდა რომ აი ბოდრუმის გახსნით უფრო მეტი საშუალება, მეტი არჩევნის უფლება დავუტოვოთ ჩემს დამსვენებლებს. რაც შეეხება ბოდრუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, საშუალება ექნებათ ასევე ისარგებლონ მარმარისის საკურორტო ზონით. ანუ ჩვენ დავნიშნავთ პირდაპირ ჩარტერულ რეისს და საშუალებას მივცემთ ტურისტებს დაისვენონ როგორც ბოდრუმში, ასევე მარმარისიც. ანუ ჩათვალეთ, გვექნება ორი ახალი მიმართულება, იქნება ერთი ჩარტერული რეისი და უკვე ტრანსფერით მოხდება ტურისტების გადანაწილება. რამდენად კომფორტული იქნება ტრანსფერი, ვთქვათ, რამდენ ხნიანი შეიძლება იყოს მგზავრობა თვითმფრინავიდან დასასვენებელ ობიექტამდე? გაცილებით კომფორტული იქნება, ვიდრე გადაჯდომით მგზავრობა დამეცანეთ. ბოდრუმს რაც შეეხება, ბოდრუმის აეროპორტში იქნება რეისები და ნუ რა თქმა უნდა ეს უდავო იქნება კომფორტი, რაც შეეხება მარმარის, ეს არის ძალიან კარგი საკურორტო ზონა ახალგაზრდებისთვის, სადაც არის ძალიან და უსაზღვრო გართობა, ასე რომ ახალგაზრდებს ნამდვილად არ ექნებათ პრობლემა, ვთქვათ, საათნახევარი 2 საათი დაუთმონ ტრანსფერს. რადგან ეს მიმართულება ჯერჯერობით არ არის გახსნილი, ასე ვთქვათ, თქვენ ტურ ოპერატორისთვის, როდემდე შეიძლება გასტანოს სეზონმა და როდემდე შეიძლება მიიღოს ამ საკურორტო ზონებმა დამსვენებელი საქართველოდან? სულ სექტემბრის ბოლომდე. არანაირად არ არის დაგვიანებული. ჩვენ როგორც კი მივიღებთ გადაწყვეტილებას უკვე გავუშვათ ეს რეისები, ეს არ გადააცილებს ივლისის პირველ ნახევარს, როგორც კი გავააქტიურებთ უკვე გაყიდვებს, შესაბამისად გაგრძელდება სულ სექტემბრის ბოლომდე, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ჯერჯერობით არ არის თქვა ტარიფებთან დაკავშირებით, რა შემომსახურებაში ალბათ იქნება all inclusive, ისე როგორც ნებისმიერ შემთხვევაში, ხო? რა თქმა უნდა, რაც შეეხება ბოდრუმს, ეს არის უფრო მაღალბიუჯეტიანი მარჟა, არ დაგვავიწყდეს. რაც შეეხება მარმარის, ეს არის უფრო გათვლილი ახალგაზრდული დასვენების, რა თქმა უნდა, არის წყვილები, საოჯახო დასვენების მოყვარულებიც, რომელიც მარმარისში მიდიან, მე უბრალოდ ზოგადად მსჯელობ. აქედან გამომდინარე, ფასები რა გარკვეულწილად იქნება ბოდრუმთან მიმართებაში, ანუ იქნება გარკვეულწილად დაბალი მარმარისში. თუმცა რაც შეეხება პეგას ტურისტიკის ტარიფებს, გამოირჩევა ის იმით, რომ არის ძალიან კონკურენტუნარიანი ფასი, მოდი არ ვიტყვი დაბალს, იმიტომ რომ ჩვენი ფასები ყოველთვის ადეკვატურია იმ სერვისის, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ და უფრო მეტიც ადამიანი, რომელიც პეგას ტურისტიკის ტურით ისვენებს და სარგებლობს, ყოველთვის იმის მოლოდინი აქვს, რომ გადაიხადა გაცილებით ნაკლები, ვიდრე მიიღოს სერვისი. შესაბამისად, დავალოდოთ ტარიფებს და სიახლეები მალე გახდება ცნობილი. გადაცემის მიწურულს მინდა გთხოვა, რომ კონკრეტული რჩევებიც მივცეთ დამსვენებლების ამა თუ იმ კატეგორიას, დაბალშემოსავლიანი, საშუალო და მაღალშემოსავლიანი. რის მიხედვით უნდა აირჩიოს, როგორია ვთქვათ
ფასი ნებისმიერი იმ ზონის მიმართულებით, სადაც თქვენ ახორციელებთ ამ რეისებს და მუშაობთ და გაქვთ ტურები, თუ შეიძლება რომ მივაწოდოთ ამ შესახებ ინფორმაცია. ნებისმიერი მიმართულებით შეგვიძლია დავუგეგმოთ ნებისმიერი საფასურის ტური ნებისმიერ დამსვენებელს. ანუ ყველა მიმართულება იძლევა იმის საშუალებას, რომ დიფერენციაცია მოხდეს ფასების. ანუ ანტალიაში თუ დამსვენებელს სურს აუცილებლად მოხდეს ანტალიაში და აქვს შეზღუდული ბიუჯეტი, ამ შემთხვევაში ვთავაზობთ უფრო დაბალი კატეგორიის სასტუმროს და უფრო შეზღუდული ბიუჯეტის სასტუმროს, რომელიც თავისუფლად ჩაეტება ფასში. მაგრამ თუ გსურთ, რომ თქვათ პირობითად $1000 მიიღო უფრო მაღალი სერვისი, ამ შემთხვევაში შევთავაზებთ თქვათ იმ პერიოდზე უფრო დაბალი ფასის მქონე მიმართულება შეიძლება იყოს ეს ქუშადასით თავისუფლად შეიძლება იყოს ეს ეგვიპტე, ორივე მიმართულება ხურგადაც და შარმან-შეიხით. მინიმალური ტარიფი რა არის? თქვენთან 7 დღეზე იზომება, ხო? რამდენადაც ხვდებით თუ როგორც თავაზობთ ანტალიის მომსახურებას? მიმართულებით ნებისმიერი შეგიძლია 4 ღამე, 5, 6, 7, 8, 10, 11, 12 და ასე ეს შემდეგ. შესაძლებელია, რომ უკვე არსებულ პაკეტებში შევიდეს ცვლილება, იმიტომ რომ თქვენ გამზადებულ პაკეტებს აწვდით ტურისტულ სააგენტოებს, რომლებიც ყიდიან ამას, ხო? პაკეტები მზადდება ჩარტერული რეისების მიხედვით. იმიქიდან გამომდინარე, თუ რამდენი რეისი გაქვს კვირაში, თვეში უკვე ხორციელდება პაკეტების გადაანგარიშება. საიტზე ჩვენი რეისების მიხედვით უკვე არის განთავსებული ყველა ის შესაძლო დღიანი პაკეტი, რაც შეიძლება ვთქვათ მოგაწოდოს პეგას ტურისტიკმა. როგორ ფიქრობთ, რატომ ირჩევს დამსვენებელი სწორედ თქვენს კომპანიას და არა ვთქვათ ადგილობრივს? ქართულს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ეს ყველაფერი განპირობებულია პირველ რიგში ტურისტულ სააგენტოებზე, თუ როგორ მიაწვდიან ინფორმაციას ჩვენს დამსვენებელს. რას აკეთებთ თქვენ ამისთვის, რომ მათ მიაწოდონ კარგად ინფორმაცია, როგორია მუშაობის სპეციფიკა ამ დროს? ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან, გვაქვს ყოველდღიური, ყოველთვიური, ყოველკვირეული სემინარები, სადაც ვიწვევთ ჩვენს პარტნიორ სააგენტოებს, განსაკუთრებით ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ახალ სააგენტოებს, რომლებიც ახლები არიან ბაზარზე, ვაწვით მაქსიმალურ ინფორმაციას, ასევე ვაწყობთ გასვლით ტურებს, რომელსაც ეწოდება საინფორმაციო ტურები. კონკრეტულად დღეში გვაქვს მინიმუმ 14 სასტუმროს მონახულება და წარმოიდგინეთ კვირის განმავლობაში რამდენ სასტუმროს ეცნობიან. ვაცნობთ თითოეული სასტუმროს მუშაობის კონცეფციას, ვაცნობთ მთლიანად რეგიონს ნებისმიერი მიმართულებით. მაისის თვეში გვქონდა ზუსტად 6 საინფორმაციო ტური და 30-30 კაციანი ჯგუფები გაემგზავრა ჩვენი მიმართულებებით. შესაბამისად, ანუ ის სააგენტოები, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობენ ჩვენს ბაზარზე, ყველა მიციან ჩვენი მუშაობის სპეციფიკები და საკმაოდ ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან ტურისტებს, შემიძლია თამამად თქვა. და გადაცემის მიწურულს ერთგვარი რეზიუმეს სახით, სად გადიხართ და რას თავაზობთ მომხმარებელს? ამჟამად პეგას ტურისტიკს აქვს 5 მიმართულება, ეს არის ანტალია, ქუშადასი, ანუ თურქეთში 2 მიმართულება, არის ასევე შარმან-შეიხი, ხურგადა, ეგვიპტეში 2 მიმართულება და გვაქვს დუბაის მიმართულებით მხოლოდ სასტუმროს გაყიდვები. დუბაიში ახლა არ არის მაღალი სეზონი, არის ცხელა, ამიტომ არ გვაქვს პირდაპირ ჩარტერები, თუმცა შეუძლია ისარგებლონ ტრანსფერით და სასტუმროს მომსახურებით. რაც შეეხება ჩვენ სერვისს, ჩვენ თავაზობთ სრულ შეკრულ პაკეტს, სადაც შედის ომხრივი ავიაბილეთი, შედის სასტუმროში განთავსება, სასტუმროს კატეგორიის მიხედვით, შედის სამედიცინო დაზღვევა და შედის ასევე ტრანსფერი. და შედის კვება. კვება, რა თქმა უნდა, ეს უკვე აღნიშნე სასტუმროდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. უღრმესი მადლობა, რომ იყავით დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი და ესეთი ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდეთ ამ ძალიან საინტერესო და აქტუალური თემის შესახებ, იმიტომ რომ მოდის უკვე შვებულებების პერიოდი, აქტიურად ფიქრობთ და ვზრუნავთ წავიდეთ ყველაზე ხელმისაწვდომი ფასების ადარის, ვეძებთ ინტერნეტში გამუდმებით და აგერ შეგიძლიათ ძალიან ახლოს თქვენს თუნდაც თქვენს სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე ტურისტულ სააგენტოში მიბრძანეთ და იკითხოთ უბრალოდ პეგას ტურისტიკის ტურები. დიახ, სწორად აღნიშნეთ, მადლობა ნინი მოწვევისთვის. გამიხარდა თუ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდეთ თქვენს მომსმენელს. უღრმესი მადლობა, სალომე ბერეა გახდათ პეგას ტურისტიკ ჯორჯიას გაყიდვების სამსახურის უფროსი, დღეს პიარ ფორუმის სტუმარი გახდეთ ნინი ხუგაშვილი, გადაცემის წამყვანი და საუკეთესო სურვილებით მომავალ საეთერო შეხვედრამდე გემშვიდობებით, ბედნიერად. როგორ აამუშაო შენი იდეა? როგორ დაგეგმო შენი წარმატება? როგორ დაეუფლო ურთიერთობის ხელოვნებას? შემოუერთდი ჩვენს ფორუმს, შექმენი და მართე შენი პოზიტიური გზავნილები. პიარ ფორუმი ნინი ხუგაშვილთან ერთად. რადიო იმედზე.